მოგესალმებით მაღაზია აპაჩიდან. დღეს ჩვენ საუბარი გვექნება საკმაოდ საინტერესო ბიუჯეტურ ER15-ზე. ეს არის Springfield-ის Saint Victor მოდელი, რომელიც ჩვენთან მაღაზიაში იყიდება და ფაქტიურად ეს არის საქართველოში არსებული ბიუჯეტური ER15-ების კიდევ ერთი სახეობა, რომელიც დაემატა და მომავალშიც ჩამოვა ჩვენთან მაღაზიაში. მას შემდეგ რაც მის მონაცემებს თუ გარეგაწყობას გავეცნობით, გარდა ამისა ქონდა მისი საველეზე გამოცდის საშუალებაც, ვნახავთ რომ ბიუჯეტურ ER15-ებში შეიძლება ეს იყოს ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი არჩევანი. უშუალოდ Springfield Armory-ს შეეხება, ამას განსაკუთრებული რეკლამა არ ჭირდება, ძალიან ბევრი სახეობის იარაღს უშვებს, როგორც პისტოლეტებს და შაშხანებს. და ER15-ების ხაზი მას აქვს ეგრეთ წოდებული ესეთი დასახელებით Saint-ი, რომელიც არის სტანდარტული ER15-ები, ამ შემთხვევაში ბიუჯეტური, ასევე უშვებს M16A2-ის ტიპის კლონებს და ასევე უშვებს ახალი მათი ხაზი, ეს არის Saint Victor-ი, რომელიც არის მოდერნიზებული, ანუ თანამედროვე მოთხოვნებიდან გამომდინარე, დაკიდებული handguard-ით, შეცვლილი კონდახით და ასე შემდეგ. და სწორედ მასზე ვილაპარაკებთ ჩვენ. თავის მხრივ Saint Victor-მა ჩაანაცვლა ძველი Saint Edge-ი, ძველი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, თუმცა Springfield-ი ამ ტიპის იარებს აღარ უშვებს. ჩვენთან მაღაზიაშიც და რა თქმა უნდა დასავლეთშიც მარაგებში რა თქმა უნდა ჯერ კიდევ ბევრი არის დარჩენილი. ჩვენთანაც იყიდება და შესაბამისად ამაზეც შედარების კუთხით ერთ-ორ სიტყვას ვიტყვით. რა თქმა უნდა პირველი ვახსენე ბიუჯეტური სეგმენტი და როცა ჩვენ საქართველოს ვლაპარაკობთ ბიუჯეტურობაზე და ER15-ებზე, გულისხმობთ რომ ფასი დაახლოებით 3500-დან 4500 ლარის ფარგლებში უნდა იყოს. რაც შეეხება Saint Victor-ის მოდელს, ის ჩვენთან იყიდება 3800 ლარად, ხოლო Saint Edge-ს ის იყიდება 4400 ლარად და როგორც გითხარით, მათ შორის სხვაობებზე ჩვენ ვილაპარაკებთ. უშუალოდ ეს მოდელი ჩვენთან მაღაზიაში იყიდება 11.5-იანი ლულით, შესაბამისად გოგომსროლელებისთვისაც საკმაოდ საინტერესოა თავისი წონიდან და ზომიდან გამომდინარე. რაც შეეხება ხა გარეგნულ საკითხს თავდაპირველად და მერე უკვე გადავიდეთ როგორც შიდა ნაწილზე, ასევე პრაქტიკულ მხარეზეც. გარეგნულად ის გაწყობილი არის BCM-ის კონდახსა და პისტოლეტის სახელურში, რაც უკვე კარგი დამატებაა, იმიტომ რომ მე პირადად BCM-ის კონდახისაც და სახელურის მომხმარებელი ვარ და ჩემ ხელზე, დიდ ხელზე შედარებით ძალიან კარგად ჯდება ეს. რა თქმა უნდა, ბუფერის მილი სტანდარტულად არის მილსპეკი და ასევე მას ეგრეთ წოდებული end plate-ი მოყვება სწრაფ სამაგრიანი. რაც შეეხება თვითონ lowers, ამ შემთხვევაში გვაქვს სტანდარტული loweri, არაფერი განსაკუთრებული არ აქვს. სასალეთის დამცავით, მასშ შეცვლილია და პოლიმერის ჩანაცვლებული არის გაკეთებული, რომელიც დახრილია და გარდა იმისა, რომ ზედმეტად თითს არ გვტკენს, უფრო დიდი ხელთათმანიანი თითით შეგვიძლია მასში ჩაგვეტიოს. პირველი თვალში მოხვდება, ეს არის სასხლეტის ფერი და ეს არის სტანდარტული mil-spec სასხლეტი, არაფერი განსაკუთრებული, თუმცა ნიკელ-ბორონით დაფარული, რაც ვიზუალს აძლევს პირველ რიგში და ზოგადად ეს დაფარვა უფრო უკეთეს დაფარვად ითვლება გარემო პირობების მდგრადობასთან მიმართებაში. შემდეგს რაც შეეხება, ორივე მხარეს აწერია, ასე ვთქვათ, მცველზე, თუმცა ამბიმცველი არ აქვს, მაგრამ სელექტორი აქვს ოდნავ გამოწეული აქეთ ამ მხარეს, რაც უფრო თვალსაჩინოს ხდის იმ მომენტს, როდესაც ჩვენ მცველიდან იარაღს ვხსნით, ან მასზე ვაყენებთ. მოყვება ესეთი პლასმასის დამცავი და handguard-ზე წამოცმული რეზინი, თუმცა ესეც მხოლოდ ასე ვთქვათ, ვიზუალური ასპექტია. და რაც შეეხება აფერს, გადასატანე სახელური სტანდარტული, ამ მოდელზე არაფერი განსაკუთრებული. ზედა მხარესაც ასე ვთქვათ, ყველაფერი სტანდარტული არის მსგავსად არის. handguard-ის დაყენების სისტემას როცა დავაკვირდებით, საკმაოდ კარგად ზის და ასევე მას აქვს სპეციალური ჭრილი, რომელიც იცავს გადატრიალების დროს დატვირთვისგან handguard-ის დატრიალებას. წინა მხარეს მოყვება ესეთი მაგპულის პატარა handstop-ი, რაც მოკლებული ენებისთვის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მარტივი, იაფი და მოსახერხებელი გამოსავალი არის. ლულა ბოლოვდება AOR კომპენსატორით, ხოლო თვითონ ლულას რაც შეეხება, ის არის სტანდარტული სისქის, ეს არის ნიტრადირებული ლულა და ჩვენ როცა ლულის არხი დავათვალიერეთ, ანუ დამზადებული არის ჩვეულებრივ ესეთ უკანა ჭრით, ასე ვთქვათ, რადგანაც მასზე დატანილი ხაზები სწორედ ასეთ კვალს ტოვებს ხოლმე ლულაში. თვითონ ჭრილების კუთხე, საკმაოდ კარგად არის გაკეთებული, როცა ჩავიხედეთ გაზ ბლოკშიც, გაზის ნახრეთში ლულაში, ისიც ძალიან კარგად არის გაჭრილი და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დამატება, რაც ამ იარაღს სხვა ბიუჯეტური იარაღებისგან განასხვავებს, არის ის, რომ პირველ რიგში მისი გაზ
გაზბლოკი არის დაპინული და ზოგადად დაპინვა არის ის მეთოდი, რომელიც გამოიყენება სამხედრო იარებში და ის ზოგადად ხრახნებთან შედარებით უფრო მყარ ფიქსაციას განაპირობებს გაზბლოკისა და თვითონ გაზის სისტემა არის რეგულირებადი. რა თქმა უნდა, არის კარაბინის სიგრძის 1.5-ნახევრიანულით ამ შემთხვევაში და არის რეგულირებადი. ჰენდგარდის მოხსნის გარეშე, რომ მოხდეს ჩვენ გემოზე ასე ვთქვათ გაზის დარეგულირება, მას მოყვება სპეციალური გრძელი კანჩი, რომელთაც შეგვიძლია წინიდან მიუდგეთ და ხრახნით დავატრიალოთ გაზის რეგულატორი. ზოგადად ხრახნიან რეგულატორებზე ამბობენ ხოლმე იმას, რომ დროთა განმავლობაში, როცა ნასროლი გროვდება და ეს ასე ვთქვათ კარბონიზაცია ხდება, მის დატრიალება შედარებით რთული ხდება ხოლმე და ამ შემთხვევაში შეიძლება მოგვიწიოს ჰენდგარდის მოხსნა და ასე ვთქვათ გაწმენდა და მისი დატრიალება, თუმცა ის რომ ბიუჯეტური არახს მოყვება რეგულირებადი გაზბლოკი, ჩემი აზრით უკვე ძალიან საინტერესო უპირატესობაა, იმიტომ რომ ჩვენ თუ ამას გადავაწყობთ საშეჯიბროდ, დავუყენებთ კომპენსატორს და გაზს დავარეგულირებთ კონკრეტულ ჩვენ ვაზნაზე, მივიღებთ საკმაოდ საინტერესო იარაღს. რაც შეეხება შეგნეულობას, მას ასევე უყენია age buffer-ი, რაც კარგი დამატებაა ზოგადად მოკლე იარაღებზე და როგორც aero-precision-ის ლოვერებზე იყო, სპეციალური პოლიმერის ჩანართი აქვს, რომელიც უზრუნველყოფს აფერისა და ლოვერის, ასე ვთქვათ, ლუფტის გაქრობას. ყველაზე მთავარი, რაც AR-ში არის, ეს არის ლუა და საკეტი ჯგუფი და საკეტი ჯგუფი ამ შემთხვევაში გვაქვს ჩვეულებრივი მილსპეკი ოღონდ ნიტრადირებული და უბრალოდ განსხვავებული ფორმები აქვს მას თვითონ ვიზუალურად შესრულების შედარებით უფრო უკეთესად გამოიყენება ისე 93-10 რკინით არის დამზადებული და როცა დაბეჭდვას ნახავთ დაბეჭდვა საკმაოდ ხარისხენად არის შესრულებული. პირველი რასაც ვამოწმებთ ხოლმე ეს არის ჩვენი შესასვლელი ასე ვთქვათ ვაზნის და აქაც რავი ანუ ეს ყოველთვის უნდა შევამოწმოთ ბიუჯეტური იარის ყიდვისას გაკეთებული არის საკმაოდ კარგი ხარისხით. შემდეგი თემა რაც არის ეს არის პრაქტიკული გამოცდილება და ჩვენ მოგვეცა საშუალება რომ სხვადასხვა სახეობის ვაზნები გვესროლა. პირველ რიგში რა თქმა უნდა გამოცადეთ დღეს საქართველოში ბიუჯეტური ვაზნები რაც არის სავარჯიშო ვაზნები ეს არის GGG 55 გრეინიანი და Scorpios 55 გრეინიანი 50 მეტრზე ვისროლეთ 1 და 6 გადიდებით და როცა ჯგუფებს ნახავთ ასე ვთქვათ ეკრანზე სტანდარტული სიზუსტე არაფერი განსაკუთრებული ასე ვთქვათ თუმცა ის სიზუსტე რასაც ბიუჯეტური იარებიდან მოველით ასევე ვისროლეთ GGG 69 გრეინი და GGG 77 გრეინი 5 ვაზნიანი ჯგუფები რაც შეეხება ფუნქციონალს ანუ სტანდარტულად გაზის რეგულირება არ დაგვიტრიალებია ისე ვისროლეთ ეს ვაზნები 100 ვაზნა ვისროლეთ დაახლოებით და ფუნქციონალშიც არანაირი პრობლემა არ გქონდა. ანუ საბოლოო ჯამში ორი სიტყვით რო ვთქვათ ამ იარაღზე, ძალიან საინტერესო დამატებაა, იმიტომ რომ რო გადავხედავთ ასე ვთქვათ კონკურენტებს, რომელიც ამ ზომაში მოდის, ბრენდებს არ ჩამოვთვლი უბრალოდ, იმიტომ რომ ხანდახან არის ასე ვთქვათ საწყობში, ხანდახან არ არის. სხვებთან შედარებით, Springfield-ის უპირატესობა არის ის, რომ ძალიან ხარისხენად არის დამზადებული, გემოვნებით არის გაწყობილი, თუმცა ეს ნაწილობრივ ჩემი სუბიექტური აზრია. კარგი ჰენდგარდი აქვს, ძალიან კარგი დამატება რომ მას აქვს რეგულირებადი გაზბლოკი და მოყვება რაღაცა წვრილმანები, ეს არის შალითა და ზოგადად კარგი შალითის გამოწერა თუ შეკერა თანხასთან არის დაკავშირებული, მესამე თაობის პიმაგი, მოყვება ასევე საკეტი და ის გრძელი კანჩი, რომლითაც გაზის რეგულირება ჩვენ შეგვიძლია. გაზის ასე ვთქვათ რეგულატორი ხრახნის დაკარგვის შემთხვევაში მას სათადარიგო ხრახნის მოყვება და აი ეს წვრილმანები როცა იარაღს მოყვება ბიუჯეტურ კომპლექსში რაღაცნაირად მყიდველისთვის უფრო მიმზიდველი ხდება. რავი, ჩვენმა პრაქტიკულმა მცირედმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ეს იარაღი თავის ფაში არის ძალიან კარგი და შესაბამისად დროთა განმავლობაში, რა თქმა უნდა, მასზე დაკვირვება იქნება საინტერესო. მე ასევე ვახსენე Saint Edge მოდელი, რომელიც განსხვავდება ამისგან და პირველ რიგში, ფასის გარდა, როგორც გითხარით 4400 ლარი ღირს ეს, თავარი სხვაობა არის ის, რომ მას მოყვება განსხვავებული გადასატანის სახელური, მისი ლოვერი დამუშავებულია განსხვავებულ ფორმაზე, ვიღაცა შეიძლება მოსწონდეს, ვიღაცა შეიძლება არ მოსწონდეს. ასევე აქვს, ორმხრივი, ასე ვთქვათ, მცველის მოსახსნელი და თვითონ ლოვერზევე აქვს QD სამაგრები. ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს კარგი დამატება, მე მაგალითად ვთვლი, რომ ეს ზედმეტი კონსტრუქციული ნაწილია, ალბათ Springfield-იც ასე თვლიდნენ და მაგიტომაც აღარ უშვებენ ამ სერიას. მთავარი სხვაობა ამ სერიის არის ის, რომ აქ თუ ლულა გვაქვს სტანდარტული სისქის, Edge მოდელში ის არის ეგრეთ წოდებული pencil barrel, ანუ თხელი ლულა. რა თქმა უნდა, წონის კუთხით უპირატესობა არის, თუმცა
შედარებით ინტენსიური სროლის დროს, რა თქმა უნდა, უკეთესია რომ ლულის კონტური იყოს სტანდარტული სისქის მაინც. ასე რომ დიდხნიანი პაუზის შემდეგ მაღაზია Apache-ში უკვე ბიუჯეტური იარების ყიდვა შეგიძლიათ. ზოგადად საიტზე რო ნახოთ Springfield-ის საიტზე, რა თქმა უნდა, ეს მოდელები გამოდის სხვადასხვა ლულის ზომით, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენთან არის 11 ნახევარი და ის ხალხი, ვინც ბიუჯეტურ მოკლელულიანი იარაღს ეძებთ, Springfield-ის ეს მოდელი ნამდვილად საინტერესო იქნება თქვენთვის.